თავდაპირველად დავიწყოთ სწორედ იმ საპროცესო შეთანხმებით, რომელიც მედიისთვის რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, საგამოძიებო უწყება მედიის წარმომადგენლებს დაგვიდასტურა ის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილემ დღეს ოფიციალურად მიმართა საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გიორგი ხაინდრავას რამდენიმე თვის წინ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ხელბორკილები ფულის მითვისებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაადეს. დღეს კი უკვე ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა ჯარის მძარცვა საპროცესო შეთანხმებით საგამოძიებო სამსახურს მიმართა. სავარაუდოდ ხაინდრავამ ბრალი არ აღიარა, სხვა შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება ვერ შედგება, როგორც პირველებისთვის არის ცნობილი, ხაინდრავა აპირებს, რომ ზიანი აანაზღაუროს და სწორედ ზიანის ანაზღაურების საფუძველზე დატოვოს სასჯელ ახსულების დაწესებულება. დღეს ხდომათა დარბაზში ჯუანშერ ბურჭულაძეს არაფერი უთქვამს მის თანაგუნდელზე, რომელმაც სავარაუდოდ ხელი სწორედ მას დაადო და სწორედ ეს არის ახლა მთავარი მიზეზი, რის გამოც საპროცესო შეთანხმებაზე მიდის საუბარი. გიორგი ხაინდრავას თავისუფლების სანაცვლოდ ჯუანშერ ბურჭულაძეს რაც შეეხება დღეს ის ხდომათა დარბაზში ისევ ამტკიცებდა იმას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და მის წინააღმდეგ საქმე არის გამოგონილი. ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებით უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჯერჯერობით საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიდის, რადგან ბრალდებული ექს-მაღალჩინოსანი არ აღიარებს ბრალს და შესაბამისად ის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ აპირებს საპროცესო შეთანხმებით მიმართოს საგამოძიებო სამსახურს. დღეის მდგომარეობით შემიძლია დავადასტურო, რომ ფიქსირდება გიორგი ხაინდრავას განცხადება. მთავარი ხელმომწერი პირი იყო, თავმჯდომარე იყო ამ შესყიდვების, ანუ კურატორი მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც ასე ვთქვათ, აწერდა კომისიის ოქმებს ხელს და თავმჯდომარე იყო კი მისი მონაწილეობის გარეშე ფიზიკურად ვერ წარიმართებოდა ვერანაირი შესყიდვა. სწორედ იმიტომ მიმდინარეობდა საიდუმლო წესით, რომ ამ საიდუმლო შესყიდვაში ზედმეტი ინფორმაცია და ასე ვთქვათ, კითხვები არ გაჩენილიყო და როგორც ასე ვთქვათ, სურდა მაშინ თავდაცვის მინისტრს და ბრალდებულებს, ისე წარმართულიყო ეს შესყიდვები. ყოველ პროცესში ჩვენ არ მიგვიმართავს საპროცესოზე, არც პროკურატურისგან ასეთ შემოთავაზება არ ყოფილა. აპირებთ მიმართვას, ფიქრობთ ამაზე? ჯერ არ მიგვიმართავს, არ ფიქრობთ, არ ვიცი ხა სხვებმა რა მიმართეს, ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ მე რაც ვიცი, ხუდუშაურმა განაცხადა, რომ მიმართავს, ხა ეს ბუნებრივიც იყო, რომ მიმართავდა. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის პოზიცია უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენ არ მიგვიმართავს საპროცესოზე და არც პროკურატურისგან მქონია ამის შემოთავაზება. ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი გარემოცვის წარმომადგენლების წინააღმდეგ დღეს სახელმწიფო ბრალდებას ის გამომძიებელი ყავდა ხდომათა დარბაზში მოყვანილი, რომელმაც აწარმოა ამ საქმეზე გამოძიება. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი გამომძიებელი ამბობდა, რომ მტკიცებულებები, რომელიც საბრალდებო მხარე მოიპოვა, ადასტურებს იმას, რომ მან დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა, თუმცა განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობდა დღეს ჯუანშერ ბურჭულაძე და ის ადამიანები, რომლებიც საბრალდებო სკამზე ისხდნენ. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საგამოძიებო სამსახური ჯუანშერ ბურჭულაძემ ტყუილში დაადანაშაულა, რადგან ამბობს, რომ მტკიცებულებები, რომელიც ამ საქმეში დევს, მის ბრალეულობას ვერ დაადასტურებს. თუ ფართო სურათს გადავხედავ, დავრწმუნდები, რომ თავდაცვის სამინისტრომ არა თუ არა კონკურენტუნარიანი გარემო შექმნა, არამედ მიკერძოებული გარემო. თავდაცვის სამინისტრომ იმაზე გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე უნდა გადაეხადა. გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის MRI-ის აპარატის შეძენის საქმეზე გამოძიებისას აღმოჩნდა, რომ შეკითხვები სხვა შესყიდვებზეც არსებობს. სამივე ხელშეკრულების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს 7 მილიონის ზარალი მიადგა და პროცესში მონაწილე პირები გამოიკვეთა. საქმეში წარმოდგენილია არაერთი დოკუმენტი. თუ ფართო სურათს გადავხედავ, დავრწმუნდები, რომ თავდაცვის სამინისტროს სამ ხელშეკრულებაში 12 მილიონის გადახდა შეეძლო და არა 19 მილიონის. რაც შეეხება საიდუმლო შესყიდვის სტატუსს, ჩემი აზრით ეს იყო დანაშაულის ჩადენის მეთოდი. ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმე ფაქტობრივად უკვე ბოლოსკენ მიდის. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე უკვე რამდენიმე კვირაში ოფიციალურად გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე დატოვებს სასჯელ ახსულების დაწესებულებას. მას შემდეგ რაც შედგება მოლაპარაკებები მხარეებს შორის, თუმცა რა პოზიცია ექნება თავად ჯუანშერ ბურჭულაძეს მისი მეგობრისა და კოლეგის ჩვენებაზე, რომელიც მან საგამოძიებო სამსახურს მისცა, სავარაუდოდ შემდეგ სხდომებზე გახდება ცნობილი.